აფხაზეთი ჩვენი 2024 სოხუმის დაცემის დღისადმი მიწყნულ ღონისძიებას დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზმა უმასპინძლა. სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ სხვადასხვა თაობის მომღერლები, მოცეკვავეები. საღამოზე წაიკითხეს ნინო მირცხულავას ლექსები, მონოლოგები. მოისმინეს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების ვიდეო ჩანაწერები, სადაც ემიგრანტები იხსენებდნენ აფხაზეთის დატოვების რთულ დღეებსა და დევნილობაში მათ მიერ განვლილ გზებს. ღონისძიების მიზანი იყო აფხაზეთის პრობლემის გარშემო საზოგადოების გაერთიანება, ქართველთა და აფხაზთა საზოგადოებების ჩატეხილი ხიდის აღდგენა, ნდობისა და შერიგების პროცესის ხელშეწყობა. საღამოს აფხაზეთი ჩვენი 2024 ორგანიზატორი, მწერალი და კომპოზიტორი ნინო მირცხულავა იყო. საღამო შედგა და მე ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ დამინახე ადამიანების ნათელი სახეები, ბუთბრელი ღიმილი, აცრემლებული თვალები, იმიტომ რომ დღევანდელი საღამო ეძღვება სოხუმის დაცემის სიტყვა, არ მოყავს, მაგრამ სოხუმის დროების დაცემას, იმიტომ რომ ყოველთვის ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ჩვენ მომავალში აუცილებლად დავბრუნდებით. იყო ასევე მონაწილეების დაჯილდოვება, ზოგი საპატიო სიგელით, ზოგი სამადლობელით, ზოგი წარმატებული სიგელით, ეს უმაღლესი საბჭოს მეშვეობით. მე პირადად დავამზადებინე თქვენთვის აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრისთვის იმდენად მნიშვნელოვანი არის თქვენი ტელევიზია და იმდენად აშუქეთ და იმდენი პროექტი გაქვთ, რომ თქვენთვის გავამზადებინე ჯილდო ასეთი აფხაზეთი ჩვენი 2024. ყველა ჩვენთაგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები, გარდა იმისა, რომ ყოველ ქართველს ახსოვს, რომ აფხაზეთი საქართველოა, ყველა ჩვენთაგანის ტკივილია, ეს კიდევ ერთხელ მომავალ თაობას აჩვენებს, როგორ მუდმივად იმ ცხელ წერტილში ვართ დღემდე. და რა თქმა უნდა, რომ ხარდასაჭერიც არის და უფრო გახშირებული სახითაც რომ იყოს მსგავსი ღონისძიებები მისასალმებელი იქნება. მე და ნინო მირცხულავამ შევასრულეთ ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც არის ნინო მირცხულავას დაწერილი და მოისმინეთ აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან კარგი სიმღერაა. ჩემს ეს დღე ყველამ უნდა იცოდეს და ძალიან მიხარია რომ აღინიშნა ეს დღე. ჩემთვის დიდი პატივია აფხაზეთისადმი მიძღვნილ კონცერტებზე, რომ ჩვენი ანსამბლი გუმათი გამოდის. მე თვითონ აფხაზეთიდან ვარ და დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ესეთი კონცერტები აფხაზეთში ჩავატარებთ ამ კონცერტებს.